და გაჩვენოთ აი ესეთი მორების სასაფლაო. ეს არ არის კადრი კინოფილმიდან მონანიება, არც ეს მორები არ მოდის ციმბირიდან და სახელები და გვარები არ აწერია, მაგრამ ერთი სახელი და გვარი აწერია. ჩათვალეთ ყველა მორს, ეს სახელი და გვარი არის ვიქტორ ჯაფარიძე. მე წამოვყვები ახლა ამ ჩიხს, გაჩვენებთ აი ამ მოჭრილ დაყრილ მორებს. საშინელი ამბავი ხდება მდინარეებში, იმიტომ რომ მდინარეები სავსეა ნაგვით, სახერხების, საშინელი მდგომარეობაა მოჭრილი ფიცრების ნარჩენებით არის სავსე, ეკოლოგიაზე აქ აღარ არის ლაპარაკი. კატასტროფა უკვე მომხდარია ეკოლოგიური, აქ რაღაც საშინელ ტალახში მიხდება ახლა გზის გაკვალვა, იმიტომ რომ ერთ-ერთ ჩიხში შემოვედი, კადრში ხედავთ ალბათ, აი მორების სასაფლაოს ძალიან ჭირს გადაადგილება, მაგრამ მაინც ვარჩიე რომ ასე მენახვევია თქვენთვის ეს ადგილი. აი ნახეთ, ასე ყრია მოჭრილი მორები, გზა და გზა. აი ასეთია მდგომარეობა. ეხლა ვეცდები რომ ნელ-ნელა ზემოთ ავიდე და მორების კიდევ უფრო დიდი საწყობი გაჩვენოთ კადრში. აი ვეცდები რომ ახლოს მივიდე, რამდენადაც არის შესაძლებელი. წარმოუდგენელია, ეს ხდება ყველა ჩიხში აქ. ყველა ადგილას. აი ვეცდები რომ ცოტა კიდე უფრო მიუახლოვდე. აი მე არა უშავს საშინელება ხდება მართლა, რაიმე სალფეტკი აჩვენეთ. გამარჯობა. სახერხი რატო გააჩერეთ? აღარ მუშაობს იქ. ჩვენ რომ ჩამოვედით, აი ნახეთ ეს მორები, მოჭრილი მორების საწყობი. აქვე იყო სახერხი, მუშაობდა, ჩვენ რომ მოვედით, მაგრამ ეხლა აღარ მუშაობს. ბატონო, მე ვარ ჟურნალისტი. არ მინდა წყალი, მე თვითონ არა უშავს. ხედავთ ხო კადრში რა ხდება? ასეთი რამე ხდება ყოველი ფეხის ნაბიჯზე. დღეს დილიდან ნახე ასეთი ძალიან ბევრი ადგილი. აი ეხლა გვათვალიერებენ ადგილობრივები. მაგრამ აი მორების სასაფლაო საშინელი გაუვალი ტალახია, გადაადგილება მართლა ძალიან ჭირს. აი ვცდილობ რომ ახლოს მივიდე ასეთი კატასტროფული მდგომარეობაა ადგილს. ჩვენ გადავიღეთ მორებით დატვირთული მანქანები, გადავიღეთ 100-ზე მეტი უკანონო სახერხი და გადავიღეთ მოჭრილი და განადგურებული ტყეები. უკვე დრონით სადაც მიუვალი იყო ადგილები. აი ვერაფერი ვერ მოხდება ვიქტორ ჯაფარიძის გარეშე აქ და კადრები რომელიც დღისულზე გადავიღეთ, ბევრად უფრო მძიმეა. მე ლაივის დასრულების მერე სტორში ერთ ვიდეოს ავტვირთავ, მართლა სასაფლაოა მორების ისეთი ადგილია. და ეს ხდება ყოველი ფეხის ნაბიჯზე. კიდევ ერთხელ ამბობ, დღეს დილიდან ადგილობრივების თხოვნით მიმუშავია და 100-ზე მეტი სახერხი გადავიღე. 100-ზე მეტი სახერხი. უკანონო, სადაც ხდება ხეტყის ჭრა. ეხლა დაბინდდა, დაიწყება უკვე მორებით დატვირთული მანქანების გამოსვლა ტყიდან, გადაღებული გვაქვს ეს მორების მანქანების დღის განმავლობაში.
ყველაზე მძიმე მდგომარეობა არის ჭუბერში, იმიტომ რომ მთელი ჭუბერი ფაქტიურად არის ერთ დიდ სახერხად გადაქცეული. რა თქმა უნდა, ადგილობრივებმა აქ უკვე დაგვათვალიერეს, ნახეს რომ ვიღებდი და სახერხი, რომელიც აი აქვე ეგ შუქი სადაც ჩანს, მთელი დატვირთვით მუშაობდა, როდესაც ჩვენ მოვედით, რეალურად გააჩერეს ახლა და გვაკვირდებიან, როდის სწავალ. სონღულაშვილს მივმართავ და რომ მივმართო სონღულაშვილს რა? აი ჩანს ხო, მორები. და ეს არის რაღაცა შემორაგული დიდი საწყობი, სადაც გადაღებაც ჭირს, იმიტომ რომ ზემოდან ძაღლები აუშვეს ახლა, რომ ეზოში არ შევიდეთ და დრონით მაინც ჩვენ კადრები გადაგვებული გვაქვს, რა ხდება ამ ეზოში.